მოგესალმებით, მე ვარ ჭანი ძეგურა და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მოხალისე სტუდენტი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ჩაკეტილი სივრცე. ჩვენ შევეცდებით გავიგოთ რა შეიცვალა ქალაქში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ. გაუმჯობესდა თუ არა გადაადგილების პრობლემა, გაჩნდა თუ არა ქალაქში პანდუსები და ხმოვანი შუქნიშნები. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან ბატონი თამაზ მჟავანაძე და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ბატონი თამაზ მჟავანაძე და რამინ მაჭარაშვილი. ასევე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი. ბანკორებს კი შეგახსენებთ, რომ შესაძლებლობა გაქვთ დასვათ კითხვები და პირდაპირ ეთერში გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება ჩვენი გადაცემის მიმართ. მისამართზე პრესკაფე წერტილი ბათუმი. ან კიდევ Facebook-ის გვერდზე თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი. ახლა კი პირველი კითხვით მსურს გადავიდეთ თამაზ მჟავანაძესთან. როგორ ფიქრობთ, როგორია საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ? მოგესალმებით, მევესალმებით ჩვენს ინტერნეტ აუდიტორიას. გილოცავთ სპალინდენ საერთაშორისო დღე, მიუხედავად იმისა, რომ საუბრობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ჩემის აზრით ეს დღე მაინც მოსამართლეა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ გაკეთებული ღონისძიებებით დიდი მოსამართლე ვერაფერი ვერ გვაქვს ჯერჯერობით, თუმცა ეს გამოსწორებადია. საზოგადოების დამოკიდებულება უკეთესია, ვიდრე იყო ეს თუნდაც 10 წლის წინ, მაგრამ მეტი შესაძლებლობა უფრო რო გაკეთდეს. ჩვენ უნდა დავიწყოთ ზრუნვა მშობლებიდან, თუ ოჯახნა არ მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ საზოგადოება მიიღებს ამ ადამიანებს. ამიტომ ჩვენი ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის, რომლის თავმჯდომარეც მე გახლავართ, მუშაობს სწორედ იმ მიმართულებით, რომ პირველ რიგში ავამაღლოთ საზოგადოებისთვის ჭირდება. შემდეგ უკვე დავიწყოთ სხვა პროექტებზე თუ სხვა საკანონმდებლო ინიციატივებზე საუბარი. დიახ, ბატონ თამაზ უღმესი მადლობა. ბატონ რამი, როგორ ფიქრობთ, რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა მოახდინონ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება? მოგესალმებით ინტერნეტ აუდიტორიას, მომები და აღნიშნულ სახელმწიფოს ესეთი დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში ამ ბოლო დროს უფრო დადებითი გადაიხარა, თუნდაც მხრივ, რომ თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც უკვე ნაწილობრივ აქტიურად ერთებიან სამთავრობო პროგრამების შემუშავებაში, მაგრამ ეს არის მხოლოდ ასე ვთქვათ მცირედი ნაწილი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა აქტიურად მიიღონ არამარტო სამთავრობო პროგრამების დაგეგმვაში, არამედ მის განხორციელებაში და მონიტორინგშიც ასე ვთქვათ მონაწილეობა და ჩემი ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის ცდილობს, რომ ბათუმში და პედო დაწერაში მოახერხოს საკონსულტაციო საბჭო შექმნა მთავრობასთან ერთად უფრო ეფექტური გახდეს მთავრობის მუშაობა, ასე ვთქვათ ჩვენი უფლებების დაცვისთან, რომლებიც გაუმჯობესებისთვის და საზოგადოების დამოკიდებულების შესწავლას ცდილობ, ასე ვთქვათ საინფორმაციო შეხვედრების, ტრენინგების ჩატარების, სკოლებში გავდივართ და ვცდილობ, რომ ბავშვებთან ვესაუბროთ იმერებს, უშუქურები, როგორი დამოკიდებულება ამათაც აწილოთ და ვცდილობ, რომ არასდროს მოვლენებს ერთად შევწავლოთ. და წინა წლებთან შედარებით ამჩნევთ თუ არა ამ პრობლემის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებს, ანუ არის თუ არა ცვლილება? კი, ცვლილება აჩქარა, თუნდაც იმ მხრივ, რომ მთავრობა ასე ვთქვათ თანამშრომლობით დადარის, თვითონ მთავრობის ინიციატივითაც იქნება უკვე საკონსულტაციო საბჭოები, უკვე შეიქმნა თბილისში, თვითონ საქართველოს მთავრობასთან, ქუთაისშიც არის შექმნილი მერიასთან და მთავრობამ გაჩარის თუნდაც იმ მხრივ, რომ ახალი მთავრობამ გაჩარის მოახდინოს გაეროს კონვენციის რატიფიცირება და ესეც დიდი წინგადამონინავებია, რამდენიმე წელია იგივე სამთავრობო ორგანიზაციები, რომ ეს მომხდარიყო და როგორც იქნა არის და მე დავეთანხმები რამის, რომ სახელმწიფო გახსნილია და თუნდაც ის, რომ 2013 წელი შიშიმობილთა წყალთან გამოცხადებული ჯანდაცვის სამინისტრო აჭარის
რეგიონში ძალიან ღიად არის ამ თემებით გახსნილი და პირიქით ყველა ინიციატივას თხოვენ რომ მივიდეთ მათთან ერთად გავიაროთ და ძალიან დიდი ყურადღება, მაგრამ რაც შეეხება გაეროს კონვენციას, მოლოდინები რა თქმა უნდა კონვენციაზე არის, კონვენცია უბრალოდ შეცვლის და შესაბამისობაში მოყვანს იმ დღევანდელ ხარბეზიან კანონმდებლობას, რაც გვაქვს, მაგრამ თავარი ის კი არ არის კონვენცია რომ მივიღოთ, თავარი ამ კონვენციის ნორმების გამოყენება და დანერგვა. ამას დაჭირდება დრო, ამას დაჭირდება საბიუჯეტო საკანონმდებლო ცვლილებები, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონვენციის რატიფიკაცია ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი შიშიმკვირების მდგომარეობის მოსავალებლად. ჩვენ გვაინტერესებს როგორი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ერთი ჩვეულებრივი დღე, ანუ რა სირთულეების გადალახვა უწევს მას სახლიდან გამოსვლის დროს და უნივერსიტეტში მისვლამდე. ეს სირთულეები იმდენად არის, რამდენად რთულად შეხედავ პრობლემას, იმიტომ რომ მე ხშირად ვამბობ და პრესიც არაერთ პრესას და მithkoms, რომ მე ეხლა რომ გავიარო იგივეა, რაც ჩვეულებრივი ადამიანი დაჭდეს იმავე სამართალში. იმიტომ რომ ეს ყველაფერი მიჩვევაზეა, სირთულეც მიჩვევაზეა. ჩემთვის ეს პრობლემა არ არის სირთულე და იყო პერიოდი, როცა ეს სირთულე მეგონა, მაგრამ დაძლევადია სწორედ იმ გუნდის სტუდენტების თუ სხვადასხვა ადამიანების დახმარებით. კი ბატონო, ადაპტირებული გარემოს არარსებობა და აქედან გამოწვეული ბევრი პრობლემა, თუნდაც ის რომ არ არის პანდუსები მოგვარებული, არ არის ლიფტები შენობაში. ვფიქრობთ რომ ეს პრობლემაა, მაგრამ პრობლემა უნდა შევწოვოთ შიშიმკვირებმა. მე თუ არ ვთქვი რა მინდა ჩვეულებრივი ადამიანის იმას ვერ გაიგებს რომ მერის დანახმებას, იმიტომ რომ იმას ვახცით კი არ უცხოვრია ისე როგორც ჩვენ ვცხოვრობთ და ეს არის სირთულე, მაგრამ ამ სირთულის გამოსწორება პირველ რიგში მხოლოდ შიშიმკვირებს შეუძლია თვითონ. სხვა არავინ მოდიკანს ლანგანებზე დანადებულ კონვენციას თუ არა თვითონ არ გამოასწორა ეს მდგომარეობა. მე დავუმატებდი იმას, რომ სირთულე არსებობს გადაადგილების მხრივ ძირითადად არ ადაპტირებული შენობები. კი ეს ყველაფერი უპირველესად ყოვლის და დიდი პრობლემაა, მაგრამ დიდი პრობლემა არის თვითონ საზოგადოებისგან არასწორი დამოკიდებული. ისინი თვითონ გაუცნობიერებლად აკეთებენ იმას, რითაც თქვა შეიძლება გარკვეულწილად თვითონ ამ შიშუმის შეუქმნან დისკომფორტი. მაგალითად ჩემ მეგობარს შეიძლება ასეთი სიტუაცია რომელიც ეკითხმოსარგებლია ქუჩაში მიდიოდა და ავტობუსს თავიდან ვესაგებდა მანქანით და მიდიოდა მანქანისკენ. ხო და შეხვდა გავლეი და უბრალოდ ესეთი მართხოვნა დაყიყვანა და ხუდან მეწოდა ინფორმაციის ნაკლებობით არის ეს გამოწვეული საზოგადოებას. საზოგადოებას არა ჯერ ინფორმაცია თვითონ შიშუმკვირების შესახებ და მეორე თვითონ არასწორი მიდგომებია საზოგადოებაში და ანუ ყველა მუსაიბები ვთქვათ უჩვენე მისტარის არ არის ვთქვათ დიახ, როგორ ფიქრობთ რა ღონისძიებები იქნა დღემდე სახელმწიფოს მიერ გატარებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის? ანუ იმისთვის რომ საზოგადოების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ახლა საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლის მხრივ რომ ვთქვათ სახელმწიფო აქტიური ნაბიჯები გადადგა, ასეთი ნაბიჯები ყოველ შემთხვევაში არ მახსოვდება და არ ამგონია ვინმე ვთქვათ დაასახელოთ თუნდაც ერთი მაგალითი, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით უფრო არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობენ, რომლებიც ძირითადად ფინანსდებიან ვთქვათ უცხოელი დონორების მიერ და ქართული სახელმწიფო ასე ვთქვათ პასიურია ამ მხრივ, მაგრამ თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ვთქვათ ასე ლოკალური ორგანიზაციები ცდილობენ ვთქვათ ცოტა შედეგის მიწევას. ვთქვათ 2013 წელი გამოაცხადეს შიშუმკვირების წლა ცდილობენ პატარა ორგანიზაციები ჩაატარონ სამინისტროები, მაგრამ ეს რა ვიცი ეს არ არის საკმარისი და თვითონ სკოლები და თუ დაიწყება ვთქვათ ახალგაზრდა თაობისთვის მიწოდება ვთქვათ სამოქალაქო განათლება სწავლობენ როგორც სკოლაში და შეიძლება ამ საგანში დაემატოს ვთქვათ
ერთი ორი გაკვეთილის სახით თუნდა სუსუმობილების შესახებ და უფრო კარგი მე ძალიან ერთი მომენტი მაჩვენებს რომ სახელმწიფომ რაც არ უნდა შექმნას პირობები, ანუ ეს არ უნდა იყოს სასათქმულო პირობები, მაგრამ სახელმწიფო არ არის ყოვლის შემძლე. ეს პირობები უნდა შექმნას თვითონ შეზღუდული შესაძლებლობების პირმა და აქ მე რამის დავეთანხმდი რომ სკოლიდან უნდა დავიწყოთ და ჩვენი ორგანიზაცია ყალარის მიწვეული სკოლის მიწვეული თავმოწმებლის სკოლის სწორედ მე-10 კლასის ბავშვების პროექტის პრეზენტაციაში რომ მე ამ სკოლაში ვსწავლობდი და ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ეს ფაქტი, იმიტომ რომ ეს მთლიანად მეთქობა მე როგორც მათყოფილ მოსწავლეს და ერთ-ერთ მაგალითს იმისა როგორ უნდა მოექცეს ახალგაზრდა თაობა თუ საზოგადოებაში შეგულ პირს და ჩვენ ამ პროექტში აქტიურად მონაწილეები ალბათ მიმექნება საშუალება და ფარგლენდ ორგანიზაციებებზე და ზოგადად მიზნებზეც ვილაპარაკებ, მაგრამ უნდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ დონორი ორგანიზაციების არარსებობა, ფინანსური დახმარების არარსებობა, ეს არის დამწყები ორგანიზაციისთვის ძალიან დიდი პრობლემა. რამე თუ მე არ მუშაობ თანხისთვის, მე 23 წელია ეს მდგომარეობა მაქვს და კარგად ვიცი როგორ გავაკეთო, მაგრამ როდესაც საქმეს აკეთებ და შენს უკან ხავს გუნდი, იმ გუნდს ელემენტარული პირობები უნდა შეუქმნა, რომ მათ იმუშაონ და წახალისდნენ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დონორი ორგანიზაციები მოვლენ და ინტერესდებიან მიუხედავად ჩვენი პატარა გამოცდილებისა, რაც გვაქვს და ეს იქნება მნიშვნელოვანი. მე თუ მექნება თანხები და დონორი ორგანიზაციები და დაფინანსება პროექტებში ნამდვილად არ გამიჭირდება, იმიტომ რომ 23 წელია ვიცი რას ფიქრობენ მშობლები ამ ადამიანებზე და რას ფიქრობენ შიშიმობილები. იდეების ნაკლებობა არ აქვს. თავარია რომ შეხედულება იყოს და ბოლო დროს სახელმწიფოდან წამოვიდა ხელშეწყობა. გაიგეთ, სახელმწიფოდ მიხვდა რომ ესენი რაღაც განყენებული სუბიექტები არა ვართ, უცხოპლანეტელები არა ვართ, როგორც ეს ადრე ეგონათ და აიქონდნენ, მაგრამ უნდა გავხსნათ თითოეულმა ოჯახმა, ვისაც შეშინებული ყავს კარები, რომ საზოგადოებამ დაგვიახოს. შენ თუ დამალე შენი შვილი, მე ვეღარ საზოგადოებას უბრალოდ ვერ ვეთხოვ, რომ ის აღიარონ პროფესორად წევრად. შენი თუ შენ არ მინდა სხვა შენი ნამდვილად. დიახ, თამის ქონებნიშნებს რომ თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა უნდა მოახდინოს რეალიზაცია და ამისთვის სხვა საზოგადოების თანადგომა სჭირდება. გეთანხმებით სჭირდება, მაგრამ მარტივი მომენტია. მე უნდა დავანახო რა მინდა. მე მოვახერხე და 23 წლის ასაკში ვარ ორი წიგნის ავტორი, ვარ სტუდენტი. მქონდა აქტიური პოლიტიკური ცხოვრება. საზოგადოება მქონდა და მაქვს. და საზოგადოება მე თვითონ ავიყვანე. მე თვითონ შევქმნი ეს გუნდი, რაც დღეს შევდადერთან მუშაობს. თვითონ სხვა დავაინტერესე რომ მოდი და მე ვარ აგერ და ნახე როგორ ცხოვრობ განსხვავებულად. მე არ ვფიქრობ რომ განსხვავებული ვარ, მაგრამ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის განსხვავებულობა, ჯერ კიდევ დიფერენცირებული არ არის შეშემო პირის კატეგორიები, ამას კონვენცია მოხსნის ამ პრობლემას, თუმცა ერთ ჭურჭელში მოხარშვა გონებრივად შეზღუდულისა, ფიზიკურად გადაადგილება შეზღუდულისა, თუ სხვა დაკვირდებულისა, ეს პერიოდი უნდა დავამთავროთ, იმიტომ რომ მე ვარ, მე მაქვს მხოლოდ ფიზიკური პრობლემა და ეს მხოლოდ ფიზიკური პრობლემა და არა სხვა. და იყო პერიოდები, როდესაც საზოგადოებას ერთი და იგივე ეგონა ფიზიკური შეზღუდვა და გონებრივი შეზღუდვა. აი სწორედ ასეთი პრობლემების დასასრულისკენ გვინდა რომ არასამთავრობოებმა მიაქტიურონ. და მაინც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დღესდღეობით ჩვენს ქალაქში უმთავრესად გადაადგილება წარმოადგენს უმთავრეს პრობლემას. როგორც ვიცით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ გააჩნია პანდუსები. თქვენ კიდე მეხუთე სართულზე ახერხებთ მეგობრების დახმარებით ასვლას. მიგიბართ თუ არა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის და რა პასუხი მიიღეთ მათგან? ძალიან საინტერესო მომენტია, რამე თუ და ურთიერთობა უნივერსიტეტთან აღმოწყო ძალიან კარგად. ისინი არიან ჩვენი პირდაპირი პარტნიორები
ჩვენ გვაქვს მათთან მემორანდუმი ჩვენს უნივერსიტეტში ვასაქმებთ რამოდენიმე სტუდენტს და ისინი არიან წევრობის სტატუსით ჩართული, რაც შეეხება ადაპტირებულ გარემოს. ადაპტირებული გარემო უნივერსიტეტში ვერ ხერხდება სწორედ იმიტომ, რომ ძველი შენობაა, თუმცა იქმნება სპეციალური კლასის აგრეთვე პროგრამით. მე ალბათ ამას წელს ვამთავრებ და ვერ მომესწრება, მაგრამ სხვა სტუდენტებს მოესწრება. და ჩვენ უნივერსიტეტიდან იყო შემოთავაზება, რომ ყველანაირ პირობებში შევიდით ატონი ადამ მახარაძიდან, დეკანიდან ფაქტობ ჩვენი ფაკულტეტის, მაგრამ მე პირადად არ გავაკეთე რაიმე განსხვავებული ნიშნით სხვა სართულზე ჩასვლა აგრეთვე, იმიტომ რომ მე არ მინდა სასათბურე პირობებში ვყოფდა და ამაში ალბათ რამდენიც დამეთანხმება, რომ მე მირჩევნია ვიარო მეხუთე სართულზე ყოველ დღე და მე იქ მარტო არ ავდივარ, მე მაქვს ძალიან სერიოზული დატვირთული გრაფიკი, გადაადგილება, დღეში რამოდენიმეჯერ მიწევს 100 ჩამოსვლა. მაგრამ ეს მირჩევნია ვიდრე ის, რომ როგორც სტუდენტ შემიქმნა სასათბურე პირობები. მე არა ვარ განსხვავებული და ეს განსხვავება არ უნდა ისახებოდეს. არც სოციალურ პოლიტიკაში და არც საზოგადოების დაპყრობებში. ანუ მე იმას დავუმატებდი, რომ თალოს დამხმები იმაში, რომ თქვა არ არის მისაღები და სასიმბოლო, რომ თქვა პირადული ესეთი რაღაცა გამომჩეულობის გამო თქვა შეგიძლია განსაკუთრებულ პირობებს და თუნდაც იმ მხრივ რომ თქვა რომ ეძახიან რომ ინკლუზიური სწავლება უნდა დაინტერესოს და ეს კარგია, მაგრამ საქართველოში ინკლუზიური განათლება არ ხორციელდება სტანდარტებით, როგორც უნდა ხორციელდეს. ანუ ინკლუზიური განათლება ზოგადად უწევს ისეთ მეთოდებთან მასალების სახით ითხოვ შუშუმობით. ეს არასოდეს და ეშლება. ანუ ინკლუზიური განათლება არის როდესაც ჩვეულებრივ სახელმწიფო დაწესებულებაში სკოლაში სწავლობს ჩვეულებრივ ბავშვებთან ერთად შუშუმობებით. აი ეს არის ინკლუზიური განათლება და ზუსტად ეს ჩართულობა განაპირობებს შუშუმობებისა და ასე ვთქვათ ჩვეულებრივ ბავშვებთან ეს ტერმინი არის მისაღები, მაგრამ განუჩქეთ განვითარებაში ნახმარებას და აი ასანთაო განვითარებაში და ბატონი გეორგი ძირითადად ყალიბჭერა მომდევნო ცხოვრებისათვის თანმიმდევრია ჩვენ გვასწავლი და პირადად მე ტრენინგები გავიარე მასთან და გონია რომ ჩვენ არ უნდა ველოდოთ თქვათ რომ სახელმწიფო ვეცხრად შეიცვალოს პოლიტიკა და ასე ვთქვათ ხელი გახდება ამ საზოგადოებას უნდა უცადოთ როდის მიახერხებს თქვათ განვითარების დონეს. ანუ ჩვენ თვითონ თუ არ მოვიცხოვთ არამედ არ მოგწევს ოიდან ჩვენ აქტიურობებით დაგვიდებული და მარტო ვართ სახელმწიფო და საზოგადოება და არ უნდა დავაბეროთ ის ყველაფერი რომ თქვა არა ხელსაყრელი გარემოა და ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი მარტო რომ თქვა ყურადღება მოგვაქცენ და სწორგზაზე დაგვინებთ ის და ჩვენ რაც შეეხება ინკლუზიურ განათლებას აქ მარტივი მომენტია. კი, ბოლო რამოდენიმე წელი ისწავლება უნივერსიტეტში დამწყებ პედაგოგებისათვის ინკლუზიური განათლება საგანი, მაგრამ კანონშიც მეტნაკლებად ხარვესებით, მაგრამ წერია ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე, მაგრამ რა ქნას იმ პედაგოგმა, რომელმაც 25 წელი უნივერსიტეტის სკოლაში ასწავლა, არის ძალიან სერიოზული პედაგოგი, მაგრამ მას არ აქვს გამოცდილება როგორ მოექცა შიშინო პირთან. ანუ ეს არის პრობლემა და პედაგოგი მე ვხედავ პრობლემას პედაგოგების კვალიფიკაციაში, ვხედავ პრობლემას იმაში, რომ ინკლუზიური განათლება მუშაობს, მაგრამ ისე არა როგორც უნდა მუშაობდეს. საუბარი იყო დისტანციურ სწავლებაზეც. ეს კარგია იმ შემთხვევაში, თუ პირს არ აქვს მხოლოდ ფიზიკური საშუალება რომ მივიდეს გადაადგილების, ეს მხოლოდ ამ შემთხვევაში კარგია, მაგრამ არამც და არამც ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ისეთ, რომ ეს ადამიანები ჩავკეთოთ. ან შინსწავლის მეთოდით ისწავლონ, ან დისტანციური. ისწავლონ ისე, როგორც მათი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები მოითხოვს. მე ვფიქრობ, რომ განათლება მნიშვნელოვანია ადაპტირებულ გარემოსთან ერთად. იმიტომ რომ თუ არ მაქვს მე ადაპტირებული გარემო, ვერ მივდივარ პერსონალურ დასაქმებამდე, თუ არ მაქვს პერსონალური დასაქმება, შესაბამისად არც კვალიფიციურ განათლებაზეა იქ საუბარი. მაგრამ კიდე ერთი მომენტია, რომ არავინ არ ითხოვს, რომ ყველა შიშინო პირს ან ასეთი მდგომარეობის ადამიანს ჰქონდეს დიპლომი. ზოგი კარგად მუშაობს ხეზე და შეიძლება რომ მას პროფესიული განათლება ჰქონდეს, იყოს დურგალი ან რკინის მჭედელი, არ არის პრობლემა. უბრალოდ მას ჰქონდეს მისი შემოსავალი.
დიახ და დღეს მაინც რა პრობლემებს დაწყდებით ძირითადად როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები? მე ვთქვა პირველ რიგში მაინც უნდა აღნიშნო რომ პრობლემის ეს სასაცილო თავია საკანონმდებლო ბაზის დაუხვეწილება და ასე ვთქვათ შუშუნკირებზე მოდების პრობლემა. თუნდაც ესე როგორც ესე უფლებადამცველები ამბობენ და ბატონი მოახერხებინებიან ამბობდა რომ ვთქვათ არსებობს ისეთი პრობლემა რომ ანუ შუშუნკირს ყველა შუშუნკირი არ არის ვთქვათ ქმედუნებას აიშკარა ხო მაგრამ ანუ ვინც ქმედუნება ისინი შუშუნკირები არის ანუ გარკვეული ესენი ჯგუფი შუშუნკირების გამოცხადებულია ქმედუნებად და მათ ნატურალურად კანონის ფარგლებში არ არის აღანავი დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლებაა და ეს არის დიდი პრობლემა და პრინციპში შუშუნკირს კი ეჭირება ვთქვათ მეურვე აუცილებლად მას ჭირდება უბრალოდ ისეთი ადამიანი ვინც თავის ნებას გამოხატავს ის მიიტანოს ვთქვათ ადრესატად ანუ დაახმაროს ნების გამოვლენაში და არა ვთქვათ იმან გადაწყვეტოს მისმანულად რადონია მისთვის თუმცა გარკვეული კატეგორია შუშუნკირების და თქმა უნდა ვისაც კონდექტივარ განვითარებელია მას შეიძლება ჭირდებოდნენ ეს უხედავ დიდი ჯგუფია ქმედუნებების იქ მოყოლილია ესეთი კატეგორიები რომლებიც არ საჭიროებენ ამას აგრეთვე სხვა პრობლემები თუნდაც ვთქვათ კანონში წერია რომ ადაპტირებული განივო უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო მაგრამ ამ ასე ვთქვათ კანონის აღსრულებაზე ვინც უნდა აკონტროლებს ორგანო არ არსებობს სახელმწიფოში ანუ კანონში წერია მაგრამ მასშტაბელი ორგანოების გააკონტროლებს კანონის შესრულება არ არის ну ასია საჯაროდ შესაძლებელი არ არის დაგასრულებული სახელმწიფოზე ვალება ვთქვათ მაგრამ არ არის ჩვენ არ უნდა გავიგოთ ის რომ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა შექმნას შუშუნკირებისთვის მაგრამ ეს პოლიტიკა უნდა იყოს გამოჩენილი სიმბოლური პოლიტიკისგან მე სახელმწიფოსგან არ ვთხოვ სიმბოლოს და არ ვჭირდება და ამაში რამინიც დამეთანხმება რაც შეიძლება ქმედუნაროებს ეს სამართლებრივი პროცესია და ქმედუნაროდ აღიარება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია აქედან გამომდინარე ბუნებრივია რომ ბევრი ისეთი ადამიანი გაიჭირდა ამ სტატუსში რომ ძალიან რთული პრობლემაა თუმცა ეს ამას კონვენცია მოხსნის თაზე და რამი თქვენ წარმატებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ხართ და რას ვთქვით იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს რომლებმაც ვერ შეძლეს საზოგადოებაში თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება ну მე ვუჩვენე რომ ვთქვათ იმ საზოგადოების სტერეოტიპებთან ვთქვათ დამოკიდებულებაში ვთქვათ არ იყვნენ ასე ვთქვათ დამხმარების და სტერეოტიპების გამოარჩევა სახე და ყველანაირ ათასები ეცაგნო საზოგადოებაში გამოვიდნენ ეს არის თავი მე მინდა ვთქვათ შუშუნკირების აბსოლუტური უნდობლობა ვერ ახერხებს თავის ესეთი ნიშის რეალიზებას თორემ იმის გამო ასე ვთქვათ ცხოველია საზოგადოებაში გამოჩენის და მე მინდა უთხრა მათ რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან გამოვიდნენ თუნდაც არ მიარჩენ ყურადღება და არასწორ დამოკიდებულება ძინავება გაუკეთა საზოგადოების მხრიდან და ნელა ყველაფერი თავისი მოხდება და მინდა აღნიშნო ის რომ თვითონ ოჯახის წევრების მხრიდან არის და ის დამოკიდებულება როდესაც ვთქვათ შობელი შვილს არ აჩენს თავის შესაძლებლობის ის გამო ვთქვათ ცხენია თავისი ან საზოგადოების დამოკიდებულება საზოგადოებაში არ უნდა გამოჩნდეს თუნდაც თავი მომიყვა ერთი მაგალითი რომ ვთქვათ დედას უთქვია ასე რომ მე რომ შვილი გარეთ გამომიყვა მეორე შვილი გასათხოვარი მყავს და როგორ გამათხოვო და ეს რომ მოვისმენ ესე იგი შოქი ჩავარდი რა მაგრამ ეს არის და ჩვენ მე ვუჩვენდი იმას რომ აი ყოლეთ სხვები ჩვენ იმდენი გავაკეთეთ ორგანიზაციაში ჩვენ იმდენი გავაკეთეთ რომ ვის თბილისის შემოვლელებთან მამდენობით და ჩვენს კამპანიაში ჩვენს ორგანიზაციას აქტიურად ეხმარება პერსპექტიული დაწყების ჟურნალისტი ჩვენ ავიყოლიეთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები სადაც მე წლების განმავლობაში გამოცდილება მქონდა მედია ჟურნალისტები ერთხელ გავედით გამოდით და მე უკვე საშიში არაფერი კი თავიდან იქნება კრიტიკაც სიბრალუიც ლანცვაც
მაგრამ გაიარეთ რა. ყველა ძახს რომ ქუჩაში ქვაეს რომ მიზნამდე ვერ მიხვალ. ამიტომ ჩვენი უნდა გავაკეთოთ. წინ უნდა წავიდეთ საზოგადოება საზოგადოება თვითონ არ ჩაერთვება ჩვენ პრობლემებში. ჩვენ უნდა ჩავთვალოთ საზოგადოება. თქვენ არავინ არც ერთი შიშიკუპირი არ არის განსხვავებული და არ არის სხვანაირი. შეიძლება თქვენ ვერ ვправდეთ ვიოლინოზე და ეს იყოს ყველა შეზღუდვა. მე ვერ დავდივარ, ამიტომ მე ვერ ვხედავ რომ განსხვავებული. და ამ პრინციპით უნდა წამოვიდეთ ყველა. ჩვენ თუ არ გამოვედით გარეთ, იმ ადაპტირებულ გარემოს არავინ არ გააკეთებს, იმ განათლების საშუალებასაც და დასაქმების საშუალებას არავინ არ მოგცემთ. ასე რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ და საზოგადოება ჩვენ თვითონ უნდა დავიყვანოთ. თორე საზოგადოებას იმდენი ყოფილი პრობლემა აქვს, თუ ოთახებში ჩავიკეთეთ, არავის არ გავახსენდებით. ურმესი მადლობა თამას და რამი გადაცემაში მოგზანებისთვის. ჩვენი გადაცემა კი დასასრულს მიუახლოვდა და აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ დღევანდელი გადაცემა მომზადებული არის ასოციაცია თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ორგანიზებითა და ნედის, ანუ დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის პროექტის ფარგლებში, რომელთა მიზანი არის სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება და მათი განვითარების სტიმულირება. ამასთანავე მინდა აღნიშნო, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და საერთაშორისო კანონმდებლობა და საქართველოში არსებული რეალობა სწორედ ამ თემაზე ხვალ 5 საათზე პრესკაფეში გაიმართება დისკუსია. როგორც ვიცით, ხვალ 3 დეკემბერი არის, 3 დეკემბერი აღინიშნება გაეროს ინიციატივით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღედ და ამ დღის აღნიშვნის მიზანი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კეთილდღეობის, ღირსებისა და უფლებების აღიარება და მხარდაჭერა. ახლა კი ჩვენს მაყურებელს მინდა შესაძლებლობა აქვს უყურონ მოხალისე სტუდენტების მიერ გადაღებულ ვიდეოს, რომელიც პირდაპირ ეთერში. ებადალებმა თვალებზე, რომელმაც გამოიწვია თავარი ხელოვნების დახვრიტება. 80 წელში წამოვედი ბათუმში უსინახავდა საზოგადოებაში. დაიწყე მუშაობა 80 წლიდან დღემდე მუშაობა უსინახავდა საზოგადოებაში. აქ იყო უსინახო წარმოებას ჰყავდა თავისი ანსამბლი, რომელშიც მონაწილეობდი ერთ-ერთი შესანიშნავი სოლისტი ვიყავ. ივიცნებე, რომ ეს დემოკრატია რომ შემოვიდა და ეინგრა ყველაფერი, მერე მოვიდე რაც შემოძლო ცისკრის დაუდაჯება არენდით ეს შენობა ის 20 წელია მუშაობდა ბავშვების აქვს მეორე პირველი მეორე დამაგდა 2000 წლის აპრილში და 13 წელი გადის ის მერე და 2 წელია მოყვანილი ხარდა იულის ძალიან კარგად. Родные ჩემი ცხოვრება ასეთია, მაგრამ არის პრობლემებიც. მაგრამ მეუღლის დახმარებით პრობლემები ისურვდება და ჩემი მუშაობა და ჩემი ხელით ვაკეთებ და შესაძლებლობა. ყველაფერს უხსნის და მოგიაროთ ქუჩაში და არის ბიჭი და აშენებული სახლიც რომ იყოს, იმასაც ვერ უნებიო, ასეთი სახლი არის, ასეთი ფერის, ასეთი სილამაზის უნება ეს წაიგიძებს, ეს წვიუს რაღაცა. ყველა საკითხზე საუბრები. მასალიდან ის მუშაობას ეროვნული არ გვაქვს. შესაძლოა სამიმსთან მუშაობა არ ვიცით, იმიტომ რომ 20 წელია მუშაობა, მაგრამ და მიეჩვი ჩემი ხელსაწყობით და ჩემი ზნობებით ვახერხებ იმას და მუშაობ. ერთი ადამიანი არის, სადაც არა პარაკეს. ყოველთვის სიკეთეს უსურვებს, ეცდება რომ ყველას დაეხმაროს. ყოფილა ესეთი შეერთება, რომ მე ზოგჯერ მივხვდი მიგდეს, რომ მოსინათლოდ კაცი დღევანდელ დღეს სინათლიან ადამიანს, მხედველ ადამიანს მოდის და ხელს უწოდებს, დახმარების ხელს. ეს ძალიან არ მოწონს, რომ დღევანდელი ეს
ახალგაზრდობა არის რაღაცა სინამდვილეს აწუხებს. ესე იგი სამუშაო იშოვება, თვალიშოვა და ყველამ უნდა მეცადოთ, რომ რაღაცა გავაკეთოთ და ხელგასწვილი მიმართოთ უსინათლო ადამიანს და ლერმონტოვის საუბარში მათსა მიუჯა. შორს არ არის, მაგრამ მარტო გადაადგილებაში ახალი მქონდა პრობლემები სანამდე ხალხს მე მეყვანდი, რომ ვიღაცა უნდა მეძებნა, რომ გადამყოლოდა ან კიდე გამომყოლოდა. მაგრამ ეს პრობლემები მოიხსნა, ერთად მივდივარ, ერთად მომდივარ, მუშაობ ვარ ნავაზე. პრობლემები აღარ მქონდა. სამწელი კაბინეტთან მდგრად მუშაობდი, ძალიან პრობლემები მქონდა, პრობლემების მიუხედავად რომ თვალს ვამერდი, როგორ იქცეოდა, როგორ დადიოდა, როგორ წუხდა ეს მარტოობა, ეს უყურადღება ეგენი, ჩემს გულში გადაწყვიტა, თუ იქნებოდა მისიდან ეს ცოლობა, შემოთავაზება არ, უბრალოდ მოსკვეთით და რომ მე ვარ საერთოდ დაეხმარებოდი მართლებით და ეს ალბათ რაც კარიერა ცხოვრებაში ღმერთმა გამომიგზავნა ასეთი ადამიანი. და ჩემში არ არსებობს, რომ მონის ერთი ნაბიჯიც გადავდგა, რომ მან არ იცოდეს. შვილები მყავს, მაგრამ უფროსი შვილი უმუშავი ცხოვრობს, უმცროსი არ ცხოვრობს, უმუშავია, სამი შვილი ხავს იმას და პრობლემებია უმუშავა კაცი, შეხებასი არა, ხარადერი არა. მუშაობს ადვოკატად, დილის 8-დან საღამოს 8-მდე აქ მუშაობ, პრობლემები არ მაქვს. მე აღვნიშნე ძალიან, თავს ვეუბნე, ვადარებს თავის დროზე, საჭმელი თავის დროზე, ყველაფერი მომსახურება და პრობლემები არ მაქვს, მაგრამ ეს არ არის. ყოველ დღე გამოსასვლელი დღე არ მაქვს, მე კვირა დღესაც არ მაქვს. დიდი მადლობა.